როდესაც ვსაუბრობთ სულ სწრაფობაზე, სისწრაფეზე ზოგადად, აქ ყოველთვის გასათვალისწინებელია კაცური ნიშნები. იმიტომ რომ თუ მაგალითად ვსაუბრობთ სულ სწრაფობაზე საუბარში, როდესაც ადამიანს არ შეუძლია მოგისმინოს მშვიდად, როდესაც ყოველთვის გეჭირება საუბარში და ცდილობს რაღაცნაირად ან გააგრძელოს შენი თემა, ან ჩაამატოს იქ სიტყვა ჩააკვეხოს, ესე დროს ან მერკური არის კაცურ ნიშანში, ან მესამე სახლი არის კაცურ ნიშანში, ანუ კაცური ნიშნების გავლენა მერკურიზე და მესამე სახლზე განაპირობებს იმას, რომ ადამიანი არის მოუთმენელი კომუნიკაციის დროს და ყოველთვის არ შეუძლია მშვიდად დაჯდეს და მოგისმინოს მშვიდად. ყოველთვის ანუ თვითონ ცდილობს აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე. როდესაც საქმე ეხება სულ სწრაფობას ქმედებებში, ესეთ დროს პირველი სახლი და მარსი უნდა იყოს კაცურ ნიშნებში. ანუ როდესაც ადამიანი მაგალითად ადამიანს ეტყვი რომ გავაკეთებ მერე ან გავაკეთოთ ეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ შემდეგ, ან რაღაც 20 წუთის მერე 5 წუთში. აი ესეთ ადამიანს უნდა ეხლა გაკეთება. შესაბამისად, როდესაც ეტყვი რომ წავიდეთ მერე სადმე, მერე არ უნდა ეხლა. ანუ ესეთი ადამიანი ინიციატივას იღებს ყოველთვის რომ თვითონ გადადგას პირველი ნაბიჯი. თუ ეტყვი რომ 5 წუთში ამას გავაკეთებ და შენ არ გააკეთო, თვითონ გააკეთებს მაინც, იმიტომ რომ როდესაც არის ასცენდენტი კაცურ ნიშანში და როდესაც არის მარსი კაცურ ნიშანში, ამ ადამიანს ძალიან არ უყვარს ლოდინი. როდესაც საქმე ეხება ქცევებს, ქმედებებს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, უნდა ეხლა ამ წუთას. შესაბამისად, ესეთი ადამიანი არავის არ დაელოდება და რაც არ უნდა გითხრას რომ აი დაგავალოს რომ აი ეს გააკეთე, როდესაც ხედავს რომ ეხლა არ აკეთებ, არ დაგელოდება, როდის გააკეთებ, თვითონ გააკეთებს ამ ყველაფერს. ამიტომ გადახედეთ, ნახეთ თქვენს რუკებში, თუ მერკური და მესამე სახლი, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი შედარებითი არის, შეიძლება იყოს მერკური კაცურ ნიშანში და მესამე სახლი იყოს ქალურ ნიშანში, ეს ესე ვთქვათ, აბალანსებს სიტუაციას. თუ იქნება ორივე სახლი კაცურ ნიშანში, ორივე შემთხვევაში მერკური კაცურ ნიშანში და მესამე სახლის კაცურ ნიშანში, ეს ადამიანი მშვიდად ვერ მოგისმენთ. იქნება უფრო ინიციატივიანი. თუ იქნება ორივე ქალურ ნიშანში, შეუძლია მშვიდად დაჯდეს და მოგისმინოთ, ისე რომ არ ჩაგეკვეხონ საუბარში და არ შეგიშალონ ხელი. თუ ქმედებების მხრივ იქნება პირველი სახლი და მარსი კაცურ ნიშანში, ან თუ იქნება მორიელში, იმიტომ რომ მორიელი მართავს მარსს და შესაბამისად იგივენაირი ეფექტია, მიუხედავად იმისა, რომ ქალური ნიშანი ეს ერთადერთი გამონაკლისი არის. თუ იქნება ასცენდენტი ან მარსი კაცურ ნიშანში, ან მორიელში, ესეთ შემთხვევაში არ დაგელოდება ადამიანი არც ერთ წუთს და ინიციატივას ყოველთვის, როდესაც საქმე ეხება ქმედებებს, ნაბიჯების გადადგმას, ყოველთვის აიღებს ინიციატივას საკუთარ თავზე და ყოველთვის მოუნდება გაკეთება ეხლა ამ წუთას და არა შემდეგ და არ დაგეგმავს მომავლისთვის იმის გაკეთებას, ისი გაკეთება შეუძლია დღეს. ნახეთ, გადაამოწმეთ, ვისაც არ შეუძლია თვითონ ამ ყველაფრის ნახვა, შეგვიძლია ჯგუფში დადოთ რუკა, დასვათ კონკრეტული კითხვა და მე გადავხედავ და